როგორ შევურიგდეთ ადამიანს ჭუბის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ძალიან გაბრაზებული ხართ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ გზა, როგორ შერიგდეთ და მოაგვაროთ ეს საკითხი. ხატავთ ორ წრეს, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ. ერთ წრეში წერთ თქვენ სახელს, მეორეში იმ ადამიანის სახელს, ვისაც უნდა შეურიგდეთ და აი ამ გადაკვეთის ადგილას წერთ სიტყვას შერიგება. მერე იწყებთ ხაზების გავლება სივრცეში ამ წრეებიდან გარეთ მათი გადაკვეთით. ხაზების გავლების შემდეგ ვიწყებთ მომგვალებას, აუცილებლად წერთ დახატვამდე თემას, აკეთებთ თემის აქტივაციას 2 წუთის მანძილზე, წერთ 22 სიტყვას. მომგვალების შემდეგ გადადიხართ ფერის შემოტანაზე. ფერის შემოტანაში გიძლიათ სტანდარტული წესებით. ამ ნახატის შემდეგ ბევრად გაგიიოლდება შეიძლება ადამიანთან, რომელზეც ხართ ნაწყენი და საერთოდაც ნუ გაიჩერებთ გულში წყენას, რადგან ეს ემოციები უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე, ჩვენს ცხოვრებაზე და რეალობაზე. თუ არის ამ ურთიერთობაში მიუღებლობის ფაქტორი, არ ნიშნავს, რომ შერიგების შემდეგ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ მასთან ურთიერთობა. უბრალოდ მოიშორებთ ამ გზით ნეგატიურ აზრებს. ხათვის ბოლო ეტაპზე შემოგვაქვს ენერგეტიკული ველის ხაზის სქელი ველის ხაზი და აღნიშნავთ აქ ფიქსაციის ფიგურას, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება შერიგება.